ერთი წუთი წარმოიდგინე, რომ ეს ყველაფერი შენია, წარმოიდგინე, რომ გაქვს ძალიან ბევრი ფული, გემრიელი საჭმელები, მოგზაურობა, აღიარებაც გაქვს და დიდებაც, უმაგრესი პარტნიორი ყავს, სპორტული მანქანები ყავს, აი უამრავი 50, გაქვს ვილები თავის ბასეინით, მაგარი კეთილმოწყობილი, გაქვს ასევე სრული ამქვეყნიური ძალაუფლება, ანუ ქვეყნის მმართველობაშიც ხარ. პატივს გცემს ყველა, შენ რო შემოდიხარ, არ ვიცი, ხელებს გიკოცნიან. დიდება შენდაო გეუნებიან ლამის. ამავდროულად გაქვს მაგარი ფიტნესტანი და ჯამრთელი ხარ, რა, არაფერი არ გაწუხებს და არ გტკივა. სრული პაკეტი გაქვს, აი რაც კი ჩამოთვალე, აი მეტი რო აღარ შეიძლება. ულიმიტო ბარათი ზევიდან, რაც გინდა იყიდე უყიდე შენიანებს, გაახარე. მაგრამ მე გარანტიას გაძლევ, რომ შენ ვერასოდეს ვერ იქნები მუდმივად ბედნიერი და სრულკმარი ამ ყველაფრით. ვერასდროს ვერ იქნები სავსე და იმას, რასაც ელტვი, მაგას ქვია მუდმივი ნეტარება. და მუდმივ ნეტარებას ამ ყველაფერში ვერ იპოვი. ამის ძალიან ბევრი ცოცხალი მაგალითია წარმატებულ ადამიანებში იპოვი ამას. სიას იპოვი. და სასიხარულო იცი რა არის? შენ უკვე მარად ნეტარი ხარ შენი არსებით. სუფთა ცნობიერება, აბსოლუტის გამოვლინება, თქვენ ყველა არსით ერთი ხართ, მარად ნეტარი. მთელი კაცობრიობა უბრალოდ ამას ვერაცნობიერებთ, ამ ილუზიაში ცხოვრობთ, მოგატყუეს. ყველაზე დიდი დელუზიაა, წარმოიდგინე რამხელა დიდ დელუზიაში ცხოვრობ, რომ ამ ყველაფერს დასდევ მთელი შენი ცხოვრება. არასდროს არ მორჩება. ვერ შეგავსებს ეს. იმ დღეს, როცა შენ გააცნობიერებ, რომ შენ არ ხარ არც შენი სხეული, არც შენი პროფესია და მიღწევები, შენ აქედან არაფერი არ ხარ, რაც გონია ისიც არ ხარ, სარკეში რასაც ხედავ ეგეც არ ხარ. შენ ხარ სუფთა ცნობიერება, მარად ნეტარი დამკვირვებელი. ამას არ სჭირდება არანაირი მედიტაციები, ლოცვები. გარეთ ძებნაა ეს ყველაფერი, ეს პრაქტიკები სულ გარეთ ძებნაა ისევ. ხვდები? აი როგორც კი ამას აცნობიერებ, შენ ისეთ ნეტარებაში ვარდები, რომ უბრალოდ ენით ვერ აღწერ ამას, ეს შეუძლებელია ენით აღწერო რა, ეს არის მდგომარეობა და ამას გარედან ვერ მოიტან. რამდენი ვილაც გინდა დაიდგი, რეზიდენციაში იცხოვრე თუ გინდა. რაც უფრო მეტია ამ ყველაფერზე მიჯაჭვულობა, გინდა გონებრივად და გინდა რეალურად თუ მიაღწევ, მით მეტია ტანჯვა. ეს ყველაფერი ჩამოიშლება, ისე აორთქლდება, როგორც დაგიბარებია, ხვალ თუ არა ზეგ. და იგივე მოუწევს შენ შვილებს, შენ შვილებსაც იგივეს გავლა მოუწევს. მესმის რომ მათთვის კარგი გინდა, მაგრამ მათ ფუნდამენტში უნდა ჩადო შენ გაცნობიერებები. თუ ვინ არის ის არსით და არა ის რომ შვილო ისწავლე, ბევრი იმუშავე და წარმატებებს მიაღწიე, თასები მოიგე. ეს ყველაფერი ბუტაფორიაა, ჩანასახშივე განადგურებული და აორთქლებადია, წარმავალია.